ესეც ყვავილები. მაგრამ მე კარგად ცოტა. ვიბანავე და ახლა ავარჩიოთ რა ჩავიცვარ. როგორც ხედავ, საკმაოდ ბევრი არჩევანია. საბოლოოდ დავარჩიე ესეთი აუთფიტი. How's the hike going? Good. 32. Cute. წავედით. მოგესალმებით მეგობრებო, მე მქვია ერეკლე და კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება ჩემი თუბარხზე. დღეს არის პარასკევი და სკოლაში მაქვს პრომი, როგორც საქართველოში იტყოდნენ გამოსაშვების საღამო, ბანკეტი და ჩემი დღის გეგმა არის გამზადება, ჩაცმა, ტანსაცმლის პოვნა, პოსტერის გაკეთება, რითაც ვკითხავ ჩემ მეგობარ ჯინას, იქნება თუ არა ჩემი prom date-ი, ყვავილების ყიდვა და თვითონ პრომის საღამო. ჩემი დროის მენეჯმენტისგან გამომდინარე, გადავწყვიტე რომ ვკითხო ჩემ კლასელ ჯინას, იქნება თუ არა ჩემი prom date-ი ბოლო წამს. და გვაქვს გეგმა რომ ერთმანეთს შევხვდეთ პრომამდე, მაგრამ არ იცის რომ უნდა ვკითხო. ასე რომ ეს იქნება სურპრიზი მისთვის და იმედია რომ ეტყვის კის. მაგრამ აქამდე უნდა გავამზადო ჩემი პოსტერი, რითაც მივალ ჯინასთან და ამას ქვია პრომპოზალი, რითაც ბიჭები ძირითადად ეკითხებიან გოგოებს, გამოყვებიან თუ არა მათ პრომზე და მინდა რომ გავაკეთო ეს ფურცელი მორგებული ჩვენ სიტუაციაზე და უნდა ეწეროს Will you be my flower to my superpowers. ეს უკავშირდება სიმღერა Superpowers დენიელ სიზერისგან. ახლა ჩავთვალ რომ მივხვდეთ ვიზე მაქვს საუბარი. განსაკუთრებით მოვუწმეთ ამ ნაწილს. You're just like a flower. მოკლედ ამ ლირიქს ვიღებ და ვწერ პოსტერზე ამ სიმღერასთან შესაბამისად. მეც და ჯინასაც ძალიან გვიყვარს ეს მომღერალი და ვფიქრობ რომ კრეატიული იდეა. ასევე ჩემმა ჰოსტედმა მითხრა რომ შემიძლია ავარჩიო ნებისმიერი ტანსაცმელი მისი გარდერობიდან და მას აქვს ძალიან კარგი სტილი, ალბათ იმიტომ რომ არის ფრანგი და ძალიან მიხარი, ასე რომ ერთად ავარჩევ თუ რა ჩავისვა პრომზე. ახლა კი გავრეცხავ ჭურჭელს და გავამზადებ ჩემ პოსტერს ჯინასთვის. ჭურჭელი გავრეცხე და მოდი ვიმუშაოთ ჩვენ პოსტერზე. განახებ როგორი გამოვა. ესეა ჩვენი ფინალური ვერსია. ახლა ვიბანავებ და განახებ ტანსაცმელს. ვიბანავე და ახლა ავარჩიოთ რა ჩავიცვათ პრომზე. ახლა ზემოთ დავარჩევ ტანსაცმელს და ამის შემდეგ მომეკითხავ ჩემი ჰოსტმა რომელიც წამიყვანს ყვავილების საყიდლად და შემდეგ მივალ ჯინასთან რომ კითხო იქნება თუ არა ჩემი prom date-ი. წავედით. ესეც ჩვენი გარდერობი და როგორც ხედავ, საკმაოდ ბევრი არჩევანია. საბოლოოდ დავარჩიე ესეთი აუთფიტი. და კმაყოფილი ვარ. მოკლედ ახლა მხოლოდ მაკლია ხალხსუხი და ფეხსაცმელები. ხალხსუხი შეკრა არ ვიცი, ასე რომ ახლა ავარჩევ ხალხსუხს და ვკითხავ რომ იქნებ ვინმე დამეხმაროს. წავედით. ესეც ყვავილები. Nina, will you be the flower to my superpower? AKA, will you be my prom date for tonight? Yeah. Thank you. Of course. Oh my gosh, I wasn't expecting that. Thank you. You're so sweet. You guys should like pose up. All right, 32. Cute. Gosh, thank you. You're so Of course. sweet. I'll just get my suit. მოკლედ ვკითხე ჯინას, იქნებოდა თუ არა ჩემი prom date დამითხრა კიო. ძალიან გავხარდა და ამის შემდეგ შევიდით მის სახლში. მე ვჭამე ჩემი ბერძნული იოგურტი. და გადავიღეთ გადასვლის ვიდეო, რომლის აუთფიტებით. შემდეგ შევხვდით ჩვენ მეგობრებს ქალაქგარეთ ლოკაციაზე, რომ პრომისთვის გადაგვეო კარგი ფოტოები. I feel like I low-key learned English from Roblox. I play. Dog, like genuinely, like I'm scared. Is that Red Rock? I think so, yeah. Oh wow. ეს იყო სადღაც მთებში. Yeah, he doesn't like. და გამოვიდა საკმაოდ კარგი ფოტოები როგორც ხედავთ. ამის შემდეგ გავაშვეთ ჩვენ მეგობართან სახლში, საჭეზე ვიჯექი მე და შევედით ლას ვეგასის ერთ-ერთ ყველაზე მდიდრულ სამეზობლოში, რომელსაც ქვია The Ridges. Hey, we're in The Ridges right now. Driving. We're almost there. Doing a great driving job. და მოკლედ ნახეთ აი უდიდესი სახლები, რომლებიც იყო ძალიან ლამაზი. No, I hear it. That's so cool. Look at Gina with her dress. Stunning. და როგორც ვიცი, ამ სამეზობლოში ასევე ცხოვრობს ძალიან ბევრი სელებრიტი. ჭამით ვახშამი. No. You're done. და შემდეგ უყურეთ პრეზენტაციას, რომელიც გააკეთა ერთ-ერთმა მეგობარმა. Alright. სადაც იყო თავისი მომიქრებული ისტორია, ესე ვთქვათ, story time და ყველა ჩვენ მათგანს ჰქონდა რამე იარაღი და ძალიან სახალისო ისტორია გამოვიდა. Okay, so this is everyone's district, and then they get a weapon, and then their score for their training. ჯინა შეხვდა რაზმი 6-7. Nerf gun. შემდეგ ცოტა დაგვიანებით გავეშვეთ პრომისკენ. Bonjour. All right, we're here. I know, right? და მოკლედ მოგეწონა შიდა გარემო.
და შემდეგ იყო Playboy კარტის Finn, რომელზეც ძალიან ბევრი ვიცეკვე. და გადავიდეთ უამრავი ფოტო სამგობრო მეთოდში. როგორც ხედავ, საკმაოდ გავერთებ. მოგესალმებით პრომის ტუალეტიდან. ძალიან ბევრი ვიცეკვეთ, ხმა გამეკარგა ცოტა. აქ გვაქვს ფოტოები. Go, Sophia! მოკლედ ჭამეთ ვიცეკვეთ გავერთეთ და შემდეგ მე და ჯინა წავედით სახლში. მოკლედ პრომი მორჩა, ახლა მოვედი სახლში. და ვითამაშეთ Fireboy და Water Girl ჩემ ლეპტოპში, ალბათ ბევრმა იცით ეს თამაში ბავშვობიდან და ბოლოს დავიშალეთ. მოკლედ მეორე დღეს გაგრძელა ჩვენი პრომის თავგადასავლები. Everything was happy. You're yellow, Gina. I'm brown. I'm olive. Does it look yellow? You said everything's yellow. და სამეგობრომ აღსანიშნავად ჩვენი ბოლო პრომისა წავედით ლაშქრობაზე ლას ვეგასის მთებში. მოკლედ ყველა შევიკრიბე და მოგვიწია ღობეზე გადახტომა, რა ცოტა სიგიჟე იყო, რადგან ჯინა კინაღამ დავარდა. Okay, wait. You could like Terrified. Oh my god. I did it. there's no way. მაგრამ ბოლოს გადავედით და გავეშურეთ ლას ვეგასის მთებში. Go in though. Okay. What did you do, Jordan? Sounds fun. Like I want to do that. Sure. ბევრი ვიარეთ საკმაოდ საინტერესო გზებზე და ავედით საიდანაც ჩანდა მთელი ლას ვეგასის ხედი. Gina, who do you trust the most out of all of us to tell you the truth? Neither. Why are you so slow? I'm getting tired. It looks like that one Lego set. Which You one? know, like the strip Lego set. და ჩემო მეგობარმა თქვა რომ ეს გავდა ლას ვეგასის ერთ-ერთ ცნობილ ლეგოს, აქ ჩავსვავ ფოტოს, I have no idea what you're talking about. There's a strip Lego set? Oh my, that's crazy. მაგრამ ნამდვილად ძალიან ლამაზი იყო. What do you think, Gina? You like the hike? Very fun. I know, right? So pretty. Is it too late? ასე ვიპოვეთ გრაფიტის ნახატები ვებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერები ნამყოფები არიან აქ და ჩვენამდე ხალხი იყო. Gosh, guys, there's a heart. It's like your sunglasses. Yeah. That's cool. This is all the graffiti. Could we like climb down here and just like go out from that side or no? You could, but it's like ძალიან ლამაზი ნახატები იყო მანდაც. for somebody who can't do it, no. Jordan, what's it? Oh, okay. Good job. და ნელ-ნელა გავეშურეთ უკან. How's the hike going? Good. Oh yeah. That's Loki so pretty though, the mountains and everything. Yeah. I want to see Red Rock really bad. Have you guys been there before? I have, yeah. Before my house is even built, people are like shooting out here. Yeah. Like if you look around, like you'll see like a lot of shotgun shells. Yeah. ისე მოგვიწია ღობეზე გადახტომა, თუ ამას გადახტომა ქვია არ ვიცი, მაგრამ და ჯინა გაუმჯობეს და ამჯერად You can do it. Oh my god, I'm like, can we do Which right? foot? Right. 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 All right. Oh my gosh, I'm like, give me a second, I'm like traumatized. You're good. You're good. Perfect. Yep. Yep. Got it. და შემდეგ გავეშურეთ ჩემ მეგობის სახლში და ბურთით ვითამაშეთ კონი Foursquare ქვია. თვითონ მოხატა ფუჩა. I think that's good. Gina, go get it. Wait, you mean to hit it? საქართველოში არ გვაქვს, მაგრამ ძალიან სახალისო იყო და მე შემოვიტან ამ ტრენდს და მოკლედ ძალიან გავერთეთ. Bro, embrace your roots, bro. You're in Georgia. Oh heck yeah. ესე ჩვენი ნამდვილი ამერიკული სამეზობლო. და ამ ვიდეოს შემდეგ თქვენ იხილავთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ვიდეოს, რომელიც იქნება დისნეილენდში მოგზაურობა. ნაწილი 1 და ნაწილი 2 იქნება ორნაწილიანი ვიდეო, რადგან ძალიან გრძელი გამომივიდა, მაგრამ არ ინანებ. გამოიწერეთ ჩემი არხი და ჩართეთ ზარის ხელაკი, რომ არ გამოტოვოთ მომავალი ვიდეოები. ასევე გამოიწერეთ ჩემი TikTok-ი და Instagram-ი, რადგან ვდებ უფრო მოკლე საინტერესო ვიდეოებს და შემდეგ პარასკევს თქვენ იხილავთ დისნეილენდში მოგზაურობის პირველ ნაწილს, რომელიც არის ძალიან საინტერესო, ასე რომ არ გამოტოვოთ. იგი იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ ასეა დალაიქეთ, რადგან ძალიან დაეხმარება ეს ალგორითმს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, რომელიც იქნება დისნეილენდის მოგზაურობა. ნახვამდის.